უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებს განაცხადა პიტერ მადიარმა პირველ პრესკონფერენციაზე. მან ინფორმაცია ბრიფინგის მსვლელობისას მიიღო. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ჩანაწერის მიხედვით სიიარტო კრემლს ევროკავშირის კონფიდენციალურ დოკუმენტაციას აწვდიდა და კონკრეტული პირებისთვის სანქციების მოხსნას ლობირებდა. ახალი ეპოქის დასაწყისი ასე აფასებს გამარჯვებული პარტიის ლიდერი გუშინდელ დღეს და ამბობს, რომ უნგრელმა მომრჩეველმა ისტორია დაწერა. მადიარმა ქვეყნის პრეზიდენტზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ლეგიტიმური არ არის. მოსკოვი პატივს ცემს უნგრელი ხალხის არჩევანს წერს პუტინის პრესმდივანი. პესკოვის თქმით, კრემლი ელის, რომ უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან პრაგმატულ კონტაქტს გააგრძელებენ. მანამდე პუტინის სპეციალური წარმომადგენელი დმიტრიევი აცხადებდა, რომ მადიარის გამარჯვება ევროკავშირის დაშლას დააჩქარებდა. ლუკაშენკომ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ბელარუსის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უნგრეთი კვლავ პრაგმატიზმით, გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართ ერთგულებითა და ყველა ქვეყნის პატივისცემით იხელმძღვანელებს. შარშან ვიმყოფებოდით თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში. ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან თანამშრომლობას ინტენსიური სახე ჰქონდეს.